გოგა ხაინდრავასთან დავბრუნდით, გოგა ხაინდრავასთან ერთად მოგესალმები გოგა, სეზონს ვიწყებთ შენითაც, ზაზამოვა შემდეგ. ჩვენ უნიკალური მოვლენის მომსწრენი გავხდით რამოდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ, ეს იყო პირველ რიგში შეხვედრა მსოფლიო აზიის და არა მარტო აზიის პუტინის იყო ეს ლიდერების როგორ ითარგმნება ამ ორგანიზაციის სახელწოდება შოს არა შანხაის ორგანიზაცია თანამშრომლობის ხო ნუ შოსი ქვია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ხო კი ბატონო ხო ნუ სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა გაერთიანებული 27 და მათი ეკონომიკები ძალიან დიდი წილია 2/3 პლანეტის ეკონომიკების ხო კი ბატონო იმის გათვალისწინებით რომ ევროპის ეკონომიკა სულს გაფავს სულს არ გაფავს მაგრამ არც ბევრი არ არის დარჩენილი. არ სულს გაფავს. მე უბრალოდ მეორე ამბავი უფრო მენიშნა, იმიტომ რომ თვალი ჭამს რა სამხედრო აღლუმი. რომელმაც შტაბ-ეტილება რა თქმა უნდა მოახდინა ტრამპზე, იმიტომ რომ განაცხადა და აკომენტა, რომ და არ შეიძლება და იგნორირება, არ შეიძლება სოფლიო სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ ჩინეთის არმიის წინსვლას, მაგრამ აქ დაგვამშვიდა მან გივია თარგამაძე. დაგვამშვიდა თქვა რომ ეს სიაბანდი ჯარიაო და დამშვიდა ჯერ ხო რუსეთზე იზახდა ჟანგიან ტანკები ხო იქამდე მივალთო რა ქვია როსტოვამდე მივართ რომ მიგვიშვათო როსტოვამდე მივალთო როსტოვამდეო კი ბატონო მოდი რა ვილაპარაკოთ ამ თემაზე მე მგონი გამოიკვეთა კონტურები რა რაღაცა კონტურები გამოიკვეთა კონკრეტული კონტურები კი არა გაფერადება დაიწყო კონკურენტების ამ ტრიუმვირატმა, რომელიც ვიხილეთ ინდოეთის ლიდერის, რუსეთის ლიდერის და ჩინეთის ლიდერის ტრიო ვიხილეთ, რომელიც ტრამპის შექმნილია, ჩემი აზრით, თავიდან ბოლომდე და რომელმაც დაგვანახა ყველას, რომ რა მომავალი ექნება პლანეტას. პირველ რიგში მინდა სეზონის განახლება მოგილოცოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სეზონი ელოდება მაყურებელს თქვენ ეთერში. ძალიან ბევრი საინტერესო ამბები არის მოსალოდნელი და უკვე ხდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ მივესალმები თქვენ მაყურებელს, თქვენ სტუდიას, ყველა თქვენ თანამშრომლებს, წარმატებას გისურვებ და წარმატებულ სეზონს გისურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეც იქნება. ეს არის განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც შენ ახსენე. ეს მიტყველებს იმაზე, რომ ეს პორნოლიბერალური დასავლეთი მთლიანად ჩამოიშალა და ჩვენ ამას ხედავთ. ამას ხედავთ არა მარტო ევროპაში, შენ ეძახდი იმ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სულ რამოდენიმე დღის წინ მე მგონი ვიღაც არ არის გასული, რომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი საათში 15 მილიონ ევროს კარგავს. საათში ეს არის კატასტროფა, კოლაფსი ეკონომიკის საფრანგეთის და მოითხოვა, რომ პარლამენტზე დადგეს ვოტუმი, იმისი რა ქვია, ნდობის ვოტუმი მთავრობისადმი. 15% არის მაკრონის რეიტინგი საფრანგეთში. გერმანია რეცესიაშია. ეს მერცის ვაფშე სად ბანაობს, კაცმა არ იცის, ისეთ განცხადებებს აკეთებს. ეხლა ნუ ბრიტანეთზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, საკმარისია შეხვიდე აი ამ საიტებზე და ნახო დღეს დათო ქართველიშვილმა კარგად თქვა რა, ლონდონაბადია, ის ლონდონი აღარ არის რა, 28 წამყვანი ინგლისის წამყვანი ქალაქების მერები, ნუ ჩასაცმელი ნახე, დანარჩენი ყველაფერი გასაგებია. ეს ძალიანაც კარგია, იმიტომ რომ ეს პორნოლიბერალური ბიუროკრატია მსოფლიოს უნდა დამთავრებული იყო, დამთავრდა კიდეც შეხედე იმ ბრიუსელში რა ხდება საერთოდ, ნუ ამას პასტორიოსი რო არის გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, აი მიწაში ჩადო ის რა ქვია, ფონდერ ფაიზერი ფონდერფაიზერია ეგ რა, იქ ხომ ჯარის გაგზავნაზე საუბრობდა, რომ ჯარს გავაგზავნითო და კითხა ძალიან უწავეთ, რომ ვის ჯარს აგზავნიო? ეს ერთი, მეორეს ერთი იგივე თქვა. უკრაინაში ჯარის გაგზავნა. იგივე თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, იგივე თქვა, ნუ ყველა მსხვამ აღარ ლაპარაკობ. მაკრონი გააგზავნეს. მაკრონი. ხო, მაკრონი რა თქმა უნდა, თავისი მე სულ ვიძახდი, რომ მე ვიცოდი, რომ ბები აყავდა ცოლა და ეგერ ამერიკელი ჟურნალისტი იძახის და მაგის გულისთვის სასამართლო პროცესი მიდის. სადაც ის ამტკიცებს, რომ ის მაკრონის ცოლი ბებია კი არა, ბაბუა ყოფილა. მე ის ბებია მეგონა რა, მაგისი და თორმე ბაბუა ყოფილა. ეხლა მაგაზე ლაპარაკი, ეს არის სრული კრახი, რასაც ჩვენ უყურებთ. და ამ კრახს მისდევა აქაური კრახი, იმიტომ რომ კიდე იქ იმების დროშები დადიან, ევროკავშირის დროშები და მინდა გითხრა, რომ
პოლონეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა ხან ვიზიტით იყო ვაშინგტონში, გუშინ ჩამოვიდა, გუშინ წინ ქონდა შეხვედრა, თუ გუშინ წინ ქონდა ტრამპთან შეხვედრა, ბრძანება გასცა, რომ მისი ოფისიდან ევროკავშირის დროშა მოხსნან. და მე მაინტერესებს ევროკავშირის ქვეყნის პრეზიდენტი თუ ამას აკეთებს. რომ ითხოვს და ჩვენთან ეს ევროკავშირის დროშები ამ აბსოლუტურად ჩამოქცეული გაერთიანების, რომელსაც არანაირი მომავალი არ გააჩნია, აბსოლუტურად არანაირი და ყველას ხედავს და გრძნობს ამას. თუნდაც ვთქვათ ის კორუფციული სკანდალები, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურად და აღარ ვლაპარაკობ ყველაფერ დანარჩენზე, რა განცხადებებს აკეთებენ, სად არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირდაპირ იძახის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ხელს უწყობენ ომის გაგრძელებას ევროპაში და ხელს უშლიან ტრამპს, რომ მშვიდობა დაამყაროს იქ. აი პირდაპირ მარკო რუბიოს განცხადება, ამას მე და შენ ხარ ვლაპარაკობ. არა. ეს ოლა ტრულაილას დონეზე დარჩენილი ადამიანები წარმოიდგინე რა ჩვენ ვიყავით მოწმე რა როგორ გარყნა ამ სოროსმა ამ NDI-მ, ამ USAID-მ და ასე შემდეგ და ასე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის საელჩომ, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებმა ეხლა ხან რო წავიდა აქედან საფრანგეთის ელჩი, რომელიც თურმე ისევე ძიმე გულით ტოვებდა საქართველოს, როგორც ქართველები ტოვებენ საქართველოს. ნუ აი წარმოუდგენი აღარაფერს ვლაპარაკობ ამ ნაცისტზე. აი ნაცისტი პირდაპირ, ფაშისტი ფიშერი. აი ნაცისტი პირდაპირ, რომელიც ხელს უწყობს ნაცისტური იდეოლოგიის განხორციელებას საქართველოში. არა მარტო მის დაბადებას შეუწყეს ხელი, არამედ მის განხორციელებას უწყობენ ხელს. ყველანაირად ცდილობს, რომ ფაშისტურმა იდეოლოგიამ დაიმკვიდროს ადგილი საქართველოში და ამის, ასე ვთქვათ, გამოვლინებებს ხედავთ თუნგით გუშინ წინ ვნახეთ, როდესაც ადამიანი, რომელიც ყოფილა თურმე თუ ადამიანი როგორ შეიძლება მაგას უწოდე, რომელიც ყოფილა ფსიქოლოგი ბავშვების. აბა ბექა ოდიშარიას უთხრევ კი მოგაკ და მოკვდებიო და უნდა მოკვდე კიდეცო და ნუ ეხლა იქ გვესმოდა ჩვენ აბსოლუტურად სასოწარკვეთილი კივილი რომ ბავშვები კუბოდა ნუ აი წარმოიდგინე რას გადააქციეს და ეს ფიშერმა გადააქცია ეს დეგნანმა გადააქცია წინა ამერიკის ელჩმა ეგ სოროსმა გადააქცია ეს NDI-მ აირაემ რადიო თავისუფლებამ და მთელმა ამ გარყვნილებამ ევრო ლიბერალურმა გარყვნი პორნოლიბერალურმა გარყვნი ამან გადააქცია ესენი აი ვისაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან ზოგი ეგერ ვიღაცის შვილია ზოგი მეზობელია ზოგი ამხანაგია ზოგი რა ვიცი ჩვენები არიან წარმოიდგინე რა დღეში მიიყვანეს რას ჩადიან იმ დღეს უყურებდი ეს მანგრო გადმოიყვანეს ბებერი კაცი რა ლანძღეს რა ხდება ეს რაღაცა როდესაც ამას ბოლო ხონდა მოეღოს ბოლო მაგრამ წინაპირობა ეს არის რომ სანამ არ მოწმინდავ ამ გზას და არ მოწმინდავ საზღვარგარეთ სანამ არ გააჩერებ ამ პორნოლიბერალებს რაც ხდება და პრაქტიკულად უკვე იქამდე მივედით რომ დღეს გამოდიოდა იმ ევროკავშირის სპიკერი და იძახდა რომ ჩვენო იქ საქართველოსო ტრადიციებს და უკვე უკანასვლით მოდიან უკვე იმის გზას დაადგნენ გირჩი შარვალ ჩახტილის რომელიც ხო გახსოვს როგორ უტევდნენ რუსულ ჯარს რო გააქციეს აქედან რუსული ჯარი ხო შარვალი ჩაიყო აი იმ სვლით დაიწყო ევროკავშირის ბიუროკრატია სიარული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღე ხო ეს იმაზე მეტყველებს რომ როგორც იქნა საუკუნეების მანძილზე მე აღარც მახსოვს როდის იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ამდენად დამოუკიდებელი და ამდენად სუვერენული თავის გადაწყვეტილებებში იმაში რასაც ხელისუფლება იმაში რასაც მისგან მოითხოვს მისი საზოგადოება ქართველი ხალხი აი მთელი ისტორიის მანძილზე რომელმაც არასოდეს არ დათმო მიუხედავად იმისა რომ დაპყრობილი ფეხქვეშ გათელილი სისხლში ჩამხჭვალი და რა ვიცი რა არ გადაიარა ჩვენ თავზე მიუხედავად იმისა ქართველებს უარი თავისუფლებაზე და თავის უფლებაზე არასოდეს არ უთქვიათ და დღეს როგორც არასდროს არის ამის განხორციელების ეპოქა ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენ ვხედავთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ჰეგემონს სოფლიოს ჰეგემონს ეუბნები რომ შენ საქმეს მიხედე და მე ჩემს საქმეს თუ გინდა ჩემთან მეგობრობა ვიმეგობროთ თუ არ გინდა კარგად ზანდებოდეთ ეს წერილი რომლის მოწმენი ვიყავით ჩვენ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი მიძღვნილი იმ დროს როდესაც შოსის შეკრება მიდიოდა ჩინეთში და პრაქტიკულად 2/3 მსოფლიოს ძლიერების იყო თავმოყრილი იქა
მაშინ მიწერა რომ შენ თუ მოგეუბრო თუ იმეგობრო თუ არ მეგობრობ და აგერ არის მთელი მსოფლიო და მე თავისუფალი ვარ ჩემ არჩევანში საითაც მინდა იქით გავიხედა ვისთანაც მინდა იმათან და მეცაც გეტყვი შენ წარმოიდგინე რამდენად გახცნილები და აი აბსოლუტურად დეგრადირებულ რაღაც ჯგუფთან აგვაქვს ადამიანების ჯგუფთან აგვაქვს საქმე რომ იქაც კი არავის არ იქაც კი არ დაპატიჟეს საქართველოს. საქართველოს იქ იმიტომ არ ჩავიდა, იმიტომ რომ იქ იყო პუტინის ბენეფისი. რა თქმა უნდა. პუტინის ბენეფისი იმას, რასაც მე უყურე, ოდესაც ერთობლივი სურათი გადაიღეს და მერე გამოვიდა სი ძინპინი და პუტინი და მთელი დანარჩენი იქ შეკრებილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები თავს უკრავდნენ. ეს იყო პუტინის ბენეფისი. და თვითონ სი ძინპინი როგორც ახლა მე ტიანანმენში მოედანზე ნამყოფი ვარ და პეკინში არაერთხელ ნამყოფი ვარ, აი მე 7-ის სასახლეს ეძახიან იმას და ხო, აი მე 7-იდან უყურებს მთელ დანარჩენ მსოფლიოს. და ეს ესეც რეალურად ესეც არის, იმიტომ რომ იმ ფონზე რაც დამართა ამ ევროატლანტიკურ სივრცეს ამ პორნო ლიბერალიზმმა გახცნა და დაანგრია მთლიანად. შენ წარმოიდგინე რა დღეში ამერიკის შეერთებული შტატები რომ სამ ქალაქში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში და ლოს-ანჯელესში ჯარი შეყავს ამერიკის პრეზიდენტს და ლაპარაკობს რომ იმისი თავდაცვის ის უწყება, ომის უწყებათ უნდა გადავაკეთოთო და იარაღით უფლების შესაძლებლობას აძლევს და დღე არ გადის რომ განცხადებები არ გააკეთოს რომ ასე ის მოკლეს. აქ იქ სროლა იყო უბედურებაშია ეს ქვეყანა და რამ ჩააგდო უბედურებაში ის ქვეყანა რომ შენ წარმოიდგინე რა დღეში არის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ამერიკის შეერთებული შტატების რომ ბაიდენი ყავდათ პრეზიდენტი რომელიც თურმე ხელის მოწერაც კი არ შეეძლო დოკუმენტებზე და დღეს აღმოჩნდა ძიება მიდის იმასთან დაკავშირებით რომ საერთოდ კაცმა არ იცის ვინ აწერდა გადაწყვეტილებებს ხელს ხო ის რომ ჩვენი თვალით უყურებდით რომ როგორ თავის ცოლი ბებიაში ერეოდა და სად მიდიოდა სად მოდიოდა შენ წარმოგიდგენია შიგნით რა ხდება მე ადრეც მოგიყევი მე ვნახე ნენსი პელოსის რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე სენატის თავმჯდომარე იყო სურათი რომელიც გადაღებული აქვს ჯონ კენედისთან ერთად ჯონ კენედის საარჩევნო კამპანიის დროს ჯონ კენედი მოკლეს 64 წელში მე ვიყავი 9 წლის და პელოსი უკვე მონაწილე მე ვარ 70 წლის და პელოსი კიდე პარლამენტის თავმჯდომარე არის ამერიკის შენ აზე ხარ აღარ ვამბობ შახინი მახინი რიში მიში გრიში და აზე ხარ სად არია ვილსონი ბიჭო ეს სამარცხვინო მოვლენა ეხლა წარმოიდგინე ეს კაჯუნა პარიზელი კაჯუნა და მეორე კაჯუნა რო არის ორივე სალომეები არის ის ტაივანელი კაჯუნაა და ეს პარიზელი კაჯუნაა მიდიან ეხლა ვილსონთან აბა იმაში 12-ში იქნებიან უნდა კუბოში ჩადონ საქართველოს სამუდამოდ მე სულ მაგას ვიძახი მე არა ნუ ეხლა ეგ თვითონ ფაქტი ვილსონთან აზრი აქ მისვლა ვილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და მაგაზე დეგრადაციის დონეს გეუბნები თორე პარიზელი კაჯუნა ჯანდაბაში წასულა იმ დღეს მიუწერე კიდეც ის მაკრონი რო დგას ჩვენ ელჩთან ერთად და ხელში რო უჭირავს ის აგრემანი ჩვენი საქართველოს ოფიციალურად რომ და მიუწერე რომ მეთქი კაჯუნჯან რა ხდება Париж что с тобой делался Париж в этом что происходит урезгнул Париж что это как это можно происходиться რა შენ ხო ფრანგი ბომბონდი მაგაზე გამახსენდა დღეს ჩვენს მაგასები გამოვიდნენ ციხიდან урезгнულზე გამახსენდა არა ეს არის ეს რა გამახსენი ბიჭო ეს რა გამახსენია ეხლა აი იცი როგორი რამეა შენც ნამყოფი ხარ იქ და მეც ნამყოფი ვარ ხო შენ წარმოგიდგენე რომ იქიდან ძალით გამოიყვანე ვინმეს ეგეთ რამე ხო არ არსებობს თავის ფეხით გამოვიდნენ უარი თქვეს შეწყალებაზე და მე თავის ფეხით გამოვიდნენ შეწყალებულები ხო მაგრამ რა უნდა არა ვერ დაჩერდებოდი ყველა როგორ ვერ გაჩერდები პროტესტი მაშინ დაევინახავ როგორ ძალით გამომიყვანეს იქიდან პოლიციელებმა გამომათრიეს ხო ხო მაგას ნიშნავს მე თუ თქვი უარი გამოგატრევენ უარი თუ თქვი ესე იგი შენ გამოსვლა გარეთ არ გინდა იქ ეტყოდი რომ მე გარეთ არ გავალ დაგადებდნენ იმეებს ხელბორკილებს მოგტიდებდნენ ხელს და გამოგაგდებდნენ ამას ხო მთელი საქართველო დაინახავდა რომ ძალით გამოგაგდეს იგი შენ მოტრიალდებოდი და იტყოდი არა მე ისე უკან ვიტრინას ჩაამტვრევ და მე ისევ შეხავ ეს ფარჩაკი ეს ხაზარა ეს ფარჩაკი ეს არის ანუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ ის აი მას თავის იმებით რო დადი კელაპტრებით რო დადიოდნენ და მე პორნო ლიბერალიზმი ხარ დაუჭერე ძალიან არ მოეწონა ციხე თურმე სასაცილოა რა აი სასაცილო უყურებ რა აი
აი სიცხვილზე ხო ლაპარაკი ზედმეტ, აი თავმოყარეობის ნასახი რო არ დარჩა, წარმოიდგინე ტიპებს, ხო? ეხლა შენ ჩორგოლეიშვილი რო ისე დღეში ჩაგაგდებს, რა დღეში ჩააგდო დღეს რეების და ეხლა ეგ რომ მოლაპარაკებულია და შეთანხმებულია და მაგათი არჩევნებში მონაწილეობა რო გაწერილი იყო იქ რომ მოწონ სადღა, ნუ ეხლა ეს ხო ამას ვინ ჭამს? ეს ხო საქართველოა. აზრი მონაწილეობს და აზრი? არა, აზრი გარეთ რო იყოს. აბა ეხლა იქ ხო, მაგრამ აი უყურე როგორ არის მთელ რიგ რაიონში კანდიდატურა ვერ იპოვეს. ეგ სხვა საქმეა. მაგაზე ხო არ არის ლაპარაკი. აქ საკუთარ თავზეა ლაპარაკი, საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარ შესაძლებლობაზე და ასე შემდეგ. თორე სუკი ისი არჩევნები ხა ის ელისაშვილი რო ალოკე ელისაშვილი რო პადელნიკი გეყოლება. ესეთი შეურაცხყოფები რაც მაგათ ერთმანეთს აყენეს პირდაპირ ეთერში. ამის მერე შეიძლება გაიწიან ერთმანეთს. არა, გაიწიან ვილა შეურაცხყოფას ვიძახით, თორე გაწევით შეიძლება გაიწიო კაცზე და ეხლა ჩუბი მოსულა ეხლა ყველანი, მაგრამ მე ვამბობ შეურაცხყოფის ხარისხს, რაც მაგათმა ერთმანეთს შეურაცხყოფებია და საერთოდ თელი ის წრე ფანჩალიკოს პანჭატურიდან დაწყებული. ეხლა ეკა ბესელია რომ იმის ბოკერიას გვერდზე დაждდება და ელისაშვილის გვერდზე დაждდება. ხო წარმოგიდგენია გახსოვს ეს ელისაშვილი. ნუ ეხლა ეს რაზე მეტყველებს რომ აი რაც ხდება ამ პორნო ლიბერალურ იმაში სარკე არის აქა, ხო? აგერ ეხლა კაცი ყოფილა თურმე იმაზე ტახებზე სანადიროთ ვისული რუსთაველის კამზირზე. ავტომატური იარაღით, ხო? ეთყობა, ნუ ეხლა იქ მე კარიკატურა ვნახე რომ იმაში ხო არ შეეშალა იმაში რა ქვია ის რო ყავს ერთი FSB-ს მოყვარული დიდი ელენე ხოშტარია. ის თუ შეეშლებოდა ან კიდე ვიღაცა თორე. ნუ ეხლა შენ აი ნუ აბსურდი შენ აზა ხარ და ეს ამერიკის შეერთებული შტატები საერთოდ დღეს მისი სათავეში დგას ნოლანდის მარცხენა ფეხი დგას დღეს სათავეში. წარმოიდგინე სად არიან აი ევროკავშირი, ფიშერი, გრიშერი და ის უყველანი სად არიან რომ აი ამ ხალხით და დღეს კახა კალაძემ გაარტყა ზიტა და გიტა არიანო. ეგ ძამაგარი. რა მაგარი რამე მომარტყა. ეს ბურჭულაძე მე სიმღერა თუ ასევნებდა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას ეს ნამდვილად არ მეგონა. ეხლა ვინ შეუერთდა, იცი დღეს უკვე დუეტია. არ ვიცი. სეფაშვილი. უკვე დუეტია. ეს ბანია, ეს პირველს ეტყვის და ნუ ეხლა მეორე ხმას არ ვიცი, მაგრამ გამოჩნდება იქ მეორეში. ეხ შენ წარმოიდგინე რა რომ რუსთაველზე აპირებენ ყრილობის მოსყობას, რომელშიც მაგარს გეტყვი. ეს ბანი ხო არის მესამე ეს პირველი და ის ძაღლებს რო აყულებენ, ხო იცი? ხო, მუსიკაზე. აი ეს ხაბეიშვილი ხება იყულ. არა. წარმოიდგინე 2 მილიონი ბიულეტენი დაუბეჭდეთ და ვიფიქრე რომ მეთქი თუ 2 მილიონი ბიულეტენი აქვს, მაშინ ეს ყრილობა ბულანბატორში უნდა ჩაატარონ. ხო. იმიტომ რომ რუსთაველზე საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ქალაქი არ არის, სადაც 2 მილიონი კაცი ერთად დაეტევა. 2 მილიონი კი არა, 100,000 ლუსეთ. ამიტომ სადღაც სტეპში, სადღაც იქით უნდა წა. ნუ ეხლა შენ გესმის დეგრადაცია ისე ვიმეორებ. ეს კაცი რომელსაც თელი მსოფლიო პატივს წემდა საქართველოსშიც რაღაცა გეამაყებოდა რომ მართალია რუსული ბანი იყო როგორც თვითონ განაცხადა და მე მაგას ბავშვობიდან ვიცნობ და სულ რუსული იყო, მაგრამ ნუ მაინც ბანი იყო ბურჭულაძე გვარად და ნუ ქართველებს ვიხაროდა რომ იქ ლასკალაში გამოდიოდა იქ მეტროპოლიტენ ოპერაში და ამ შემდეგ ქართველი კაცი მღეროდა კარგია, ხო? ესე იგი ესე დონეზე როგორ უნდა დახვიდე რასაც ჩვენ უყურებთ რა, ნუ აი დეგრადაცია წარმოგიდგენია, 3-ში, 4-ში დილას დავიწყებთ, საღამოს დავამთავრებთო. ხო, ნუ და 3-შიო ბიზინა გაიქცევაო. ეხ სერიოზულად ზის ლაპარაკი და ლაპარაკობს 4-ში დროშების რევოლუციას დროშებით რატო არის? ხო რა, არები დავამზადეთ, არები. არ მინდა ასოციაციებზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ 100,000 დროშა თავის ტარით დავამზადეთ. ხო, ნუ ეხლა ტარები არ უნდა ხო, აი არ შეიძლება ბევრი ლაპარაკი, თორე ერთი ხუმრობა მე მაგას ვივლობდა, აი ამ აბსურდს სერიოზულად განაპირობებს ევროკავშირის იმისი ბელგიის თუ ვიღაცის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და იმის საელჩოები. აი ამ აბსურდს აქედან ასე ვთქვათ ყველანაირად ხელს უწყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ამით შეძლებენ აქ რაღაცა რევოლუციური ნუ აი რა გითხრა, ამის შემყურე შეიძლება ამას სერიოზულად ლაპარაკი. როცა ვამბობთ რომ და ამ დროს ჩვენ ტრიალდებით მეორე მხარეს და ვხედავთ. ბრაზილია 180 მილიონი, მალაზია, ინდოეთი, ჩინეთი
შრი-ლანკაც კი არის 150 მე მგონი. ხო და არა მე ხო არაბული ქვეყნები და 26 ქვეყანა 27 ქვეყანა, რომელიც მოსახლეობით 2/3-ს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსი, ეკონომიკადაც იქვე არის, სამხედრო ძლიერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ერთად არის და ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და ამას არც მალავს. ღიად და პირდაპირ აცხადებს ამას. მეცაც გეტყვი რა, ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო აზერბაიჯანის და სასომხეთის გამოჩენა შორსზე, მაშინ როდესაც სულახალხანი იყვნენ ვაშინგტონში, სადაც ტრამპის სახელობის ზანგეზური ანუ ეგ კორიდორი არის. აი ეგეც აბსურდი. ეხ წარმოგიდგენია. ეს არის გზა, ერთ მხარეს არის სასომხეთი, მეორე მხარეს არის ირანი. შუაში ეს გზა მიდის რა. იქ ერთი არ არსებობს ის ხო, ნუ არა ეს ხო არაფერი არ გაიაროს მაგ გზაზე. წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოც აღარ არის. მაგ გზაზე უნდა გაიაროს ჯერ ჩინურმა ტვირთმა. ხო? ესე არის ჩაფიქრებული. არა, საერთოდ იქიდან ეს მთელი აბრეშუმის გზა ყოფილი, რომელიც სამ ნაწილად იხებოდა, ერთი რუსეთზე მიდიოდა, არაბეთზე და საქართველოში. არა, ერთი გადიოდა ირანზე. ხო, იქ ერთი გადიოდა საქართველოში. ეხლა ირანი და რუსეთი ჩაკეტილია, ბუნებრივად თვითონ ესე იძახიან ევროპოლიბერალები, რომ ეხლა იქ აღარ ითანამშრომლებენ, თურმე ამ დროს ნავთობს სამჯერმე ყიდულობდნენ, ვიდრე აქამდე ყიდულობდნენ და 17 ქვეყანაზე აღიძრა საქმე ევროკავშირში, რომ თურმე მაგიდის ქვეშ მიდის იქ დოლარების და ევროების რუბლებთან ერთად ჩალიჩი თურმე იქიდან 17 ქვეყანაზე თვითონ აცხადებენ. იცი როგორია ყველაზე მთავარი იცი არის. მე და შე რასაც ლაპარაკობთ. ეს შეიძლება საინტერესო არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ იმას, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ბეჭდავენ, აცხადებენ ერთმანეთზე, უჩივიან ერთმანეთს, აბეზღებენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. და ამას უკვე ერთადერთი დანიშნულება ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ ტელევიზიას გააჩნია, ეს არის რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე რა ხდება სოფლიოში. მე მგონი ამას ვაკეთებ. ხო და მაგას ვიძახი, ამას რომ და ამან განაპირობა, რომ ქართული საზოგადოება, რომელსაც ჭკუა არასოდეს არ აკლდა, არც გამოცდილება, არც ღირსება, ეს უყველაფერი ერთად შეკრიბა, გაწია თავისგან ეს ოლეოლატრულაილების რაღაცა დაჯგუფება, გადაგვარებული, გაუბედურებული ჩვენი ოჯახის წევრების ეხლა შეიძლება გული შეგტკივას უყველას. შეიძლება არ შეგტკივდეს გული ადამიანზე, რომელიც ახალგაზრდა კაცს ეუბნება, რომ შენ ისედაც მოკვდები, იმიტომ რომ კიბო გაქვს. ქუჩაში ყვირის, იგინება, იფურთხება. აღარც ხალი, აღარც კაცია. ყველა უწონებს. ვერაფერს ვერ შენ წარმოიდგინე როგორ იქცევიან ჩვენ ხო ეს უყველაფერი ვნახეთ ერთად და ქართული საზოგადოება ამას ცალსახად გაემიჟნა. ბუნებრივია რომ დარჩა ეს ნაწილი სად დარჩა? ქუჩაში, სადაც არის მათი ადგილი, იმიტომ რომ წესიერ ოჯახში მაგათ არავინ არ შემოუშვეს. ხო, აი ძალიან საინტერესოა რატომ მოხდეს. დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან საინტერესო როგორც ყოველთვის საუბრისთვის ზაზამოვა ჩვენი ძმაკაცი შაქრიშვილი. ო, დიდი კაცი, ჩვენი ძმა და მეგობარი. საათაშორის